არხი რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. ილამშვიდობისა საქართველოს რადიო იმედი გესალმებათ. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი იმისთვის რომ გითხრას როგორი კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს ზოდიაქოსი და ასევე მოგვაწოდოს ის ტენდენციები, რომელიც სამყაროშია, გასათვალისწინებელია და ალბათ თავიდანვე უკვე მომზადებულები თუ იქნებით, მოვიგებთ კიდეც შესაძლებლობებს. მოგესალმებით, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა, ყველას მინდა გისურვოთ და რაც ყველა გათვალისწინება ტენდენციებისა და არამათი მონობა, კიდევ ერთხელ ხას უზვამ, იმიტომ რომ ზოგს გონია, რომ ამის გარეშე ვერ ვიცხოვ, არა. ყოველთვის სწორი მიდგომა საჭირო. ასტროლოგიური პროგნოზი არის იმისთვის, რომ გარკვეულწილად გავითვალისწინოთ რა ტენდენციები და შესაბამისად სწორად ვიმოქმედოთ. მაგრამ არა ის, ეხლა მე მეკითხებიან ხშირად, აი ამის გარეშე სუნთქავთ, რას გვიძლია? გადასარევად სუნთქავ. ვიყენებ ასტროლოგიას მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებლობაა და მჭირდება და ზოგადი ტენდენციების გათვალისწინება. მაგალითად, მე თუ მიწერია, რომ პერიოდი არის რთული და ეცადეთ რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ, ესე მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ზედმეტი გადაღლის, გადატვირთვის გარეშე ვიმოქმედო იმ კვირის განმავლობაში, ხო? და თუ არის შესაძლებლობა რაღაცა მნიშვნელოვანი განსაკუთრებული გადავდო იმ პერიოდისთვის, რომელიც უფრო სასიკეთო და ვარსკვლავურია ჩემთვის. აი ამის გათვალისწინებით გაცლებით მე წარმატებას მიაღწევთ, მინდა გითხრათ. ამიტომ ამის სტრატეგია. რასაკვირველია, ცხოვრების სრული სტრატეგია, ტაქტიკა თუ გნებავთ მოქმედების, აი ეს არის. ამიტომ შემოკარგებო ეს შემთხვევით არ ხდება, იმიტომ რომ იგივე პლანეტებს აქვთ უზარმაზარი ენერგია. ადამიანი არის ენერგოსაწყისი. მისი ნებისმიერი მოქმედება, იგივე სიტყვა და ემოცია, ეს ენერგიაა, ხო? ამიტომ ჩვენ რადგან ენერგიების სამყაროში ვცხოვრობთ, აი სწორედ პლანეტარული ენერგია, კოსმოსური ენერგია ახდენს ჩვენზე უზარმაზარზე გავლენას და აქედან გამომდინარე, მაიმის გათვალისწინება გვაძლევს საშუალებას, რომ ეს სწორედ ენერგიები, რომელიც მოდის ხანდადებით, ხანმარღვებით, სწორად მართოთ და სწორად გამოიყენოთ ცხოვრებაში. ეხლა მოდით ავუშვათ აი რა ტენდენციებია მაგალითად ამ კვირაში. ეს კვირა მნიშვნელოვანია რატო? იმიტომ რომ თითქმის თვენახევრის შემდგომ, როცა დედამიწა იყო სულ უარყოფით ენერგოველში და ჩვენ გახსოვთ, ქონდა საუბარი ჯერ კიდევ დეკემბერში, რომ დაძაბული პერიოდია. და მშვიდად ვერ ვიქნებით საახალწლო პერიოდში, ხედავთ ამას, ხო? კარგად როგორ დაიძაბა საერთო სიტუაცია და ეს დაძაბულობა აი ახლა დაიწყებს მოხსნას. ამ კვირიდან დედამიწა გადადის სწორედ უკვე დღეიდან პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ სასიკეთო ცვლილებები უდაოდ იქნება. ადამიანები იგრძნობენ, რომ ის საერთო დაძაბულობა ნელ-ნელა ეხსნებათ, ურთიერთგაგება მატულობს. ეს კი ხელს უწყობს რას? უფრო მშვიდობიანი გზით თუ გინდათ მოლაპარაკებების წარმოებას, საერთო ენის პოვნას, იდეების მეტად რეალიზაციას, თქვენი ნიჭის უნარის უკეთ და შემოქმედებითად გამოვლენას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს, რასაც ხელი ეშლებოდა აქამდე. ეხლა მოდი ავუშვათ, რომ ამ სასიკეთო ცვლილებებთან ერთად დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ ცისკაბადონზე. მზემ უკვე გადაინაცვლა ერთი თვით მერწყულის ზოდიაქოში. ეს ნიშნავს რას, რომ გადანაცვლება მერწყულში, მერწყული არის რა თავისუფლება. პირველ რიგში, ხო? ანუ მოდის ყველაზე თავისუფალი პერიოდი წლის განმავლობაში, უახლოესი ერთი თვე. ანუ ეს გვაძლევს საშუალებას ყველას, რომ უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი, გვაძლევს სპონტანური იმპროვიზაციის უნარს, ორიგინალური თვით გამოხატვის, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის გონება-მახვილობის პერიოდი, ამიტომ სწავლისთვის, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერული პროგრამული სისტემების ათვისების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. პლუს ამას მეგობრული კონტაქტებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, სიახლეების დროა. შემოკარგებო, გაქვთ რაღაც რეფორმატორული იდეები, რაღაც სიახლეები, ეს პერიოდი უკვე ამას უწყობს ხელს. არასტანდარტულ მოქმედებას და აზროვნებას, მაგრამ რა ნეგატიური, რა ყოველთვის აქვს ყველა ნიშანს რაღაც ნეგატიური, ხო? მერწყულის ნეგატიური ტენდენციები არის რა, პირველი სიჯულდე, მეორე სიზარმაცის ელემენტები და მესამე სუსტრაფობა. აი ეს სამი პარამეტრი გაძლიერდება. ამიტომ ამ ტენდენციების მიმართ ყურადღება გქონდეს ყველას მეტი, ხოლო ეს დადებითი რაც ვქვით, მაქსიმალურად ამოვარჩინოთ წინა პლანზე. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გეომაგნიტური დღეები. 3 დღე გვაქვს ხვალიდან ზედიზედ, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ჩემდა გასაკვირად ამ ბოლო ხანს აღმოაჩინე, რომ აქამდე თუ მეგონა რომ უფრო ხანდაზმულებს აწუხებდათ ეს ამბავი, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდებშიც საკმაოდ
თურმე გავრცელებული ეს ამბები, მით უმეტეს თუ მათ აქვს პრობლემები ნერვულ სისტემასთან, ან დაუშვათ უძილობა, იჩენს თავს ნევროზი, ან დაუშვათ გულსიძარღვოვანი სისტემის პრობლემები, განსაკუთრებით რეაგირებენ და მეტეოდამოკიდებული ადამიანები. ამიტომ ეს დღეები ყურადღებით თავით თქვათ, უგონებობა გაქვთ რაღაც დისკომფორტს გზნობთ აუცილებლად ცნევას. მიაქცეთ ყურადღება შესაბამისი პროფილაქტიკა. გინდათ ყავით, გინდათ დაუშვათ წამლებით რომ მოიყვანოთ წესრიგში, იმიტომ რომ თუ არ არის ნორმაში ცნევა, იცით რომ ეს უკვე ის დღე ფაქტობრივად ნორმალურად არ შეიძლება. და აღნიშნოთ კიდევ მნიშვნელოვანი ბოლონები, რომელიც ამ დღეებს უკავშირდება 4 შაბათი, 5 შაბათი. აქ განსაკუთრებით ემოციურად გაღიზიანებულები ხდებიან მანდილოსნები. ამიტომ მამაკაცებს ჭირდებათ მაქსიმალური თავდაჭერა, ცოტა მეტი მოთმინების გამოვლენა, რათა არ აყვნენ მათ რაიმე კამაც ან დაუშვათ მათ აგრესიულ გამოვლენებში შესაბამისი რეაქცია არ მისცენ. ამიტომ ახლა ცოტა ყურადღებით. პარასკევს თვით მოტყუების და საერთოდ მოტყუების ტენდენცია მაღალი. ამიტომ ნებისმიერ ინფორმაცია გადამოწვეთ, არავის ესე ადვილად არ ენდოთ. ეს ტენდენციების გავითვალისწინოთ, როგორც აი ძირითადი ამ კვირის განმავლობაში, ასაც უნდა განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ მაინც მთავარი ისაა, რომ ეს კვირა ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიის გაძლიერებას, რაც მიმეორებ ცოტა დაძაბულობას მოხსნის. და ჩვენ ადრეს აღვნიშნეთ, რომ არის ერთი კვირა ყოველთვის თვის განმავლობაში, ნებისმიერ თვის განმავლობაში, როდესაც არის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იგი კარგი. ეს კვირა ზუსტად ესეთი. ამიტომ ყველა ნიშანს აქვს რაღაც გარკვეული პოზიტიური პერსპექტივები, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. აი დავიწყოთ მაგალითად პირველ ნიშნიდან, ვერძიდან. აი რა აქვს ვერც პოზიტიური. ენერგოტონუსი მატულობს, იმუნიტეტი იზრდება, ფსიქოემოციურად უფრო კარგ განწყობაზე დგება ეს ნიშანი, უფრო ოპტიმისტი ხდება, ენთუზიაზმი მატულობს, რაც აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად ჩაერთოს რეფორმატორულ საქმიანობაში. აი, ვისთვის არის განსაკუთრებით კარგი ახალი იდეების პროექტების ჩამოყალიბება, რეალიზაცია, ახალი ნაცნობთა ტრის შეკვრა, შეიძლება მეგობრობით თანადგომა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ამ პერიოდში, მაგრამ ერთადერთი რამაც შეიძლება დროდადრო ზოგიერთ მათგან შეჩინოს თავის არნიშნავს აუცილებლად ან ყველას უნდა კონდეს არა, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება იგრძნოს, რომ პირად ცხოვრებაში ცოტა სულიერი სიმარტოვის შეგრძნება შეიძლება დაეუფლოს. თუმცა ესეც მერე ნელ-ნელა გადაივლის. მაგრამ მთლიანობაში კვირა უდაოდ კარგია, იმიტომ რომ ხელს სკობს იდეების რეალიზაციას, ხელს სკობს იგი მათ შორის ინტერნეტთან, სოციალებთან აქტიურ მუშაობას და აქედანაც გამომდინარე შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, რაღაც მოგივიდეთ ესეთი იდეა ან ინფორმაცია, რომელიც ხელს სკობს ახალი რეფორმატორული იდეების ჩამოყალიბებას და მათ შემდგომ უკვე პრაქტიკულ რეალიზაციას და ხორჩესმას, რაც შეუწყობს როგორც მატერიალური კუთხით, წინსვლაც ასევე პროფესიონალურ განვითარებას. ამიტომ შესაძლებლობები წარმატების ამ ნიშანს უდაოდ აქვს და იგი გზნობს, რომ ეხსნება რაღაც მარწუხები, რომელშიც იყო წინა პერიოდში. ამიტომ ახლა უფრო თავისუფლად მოქმედებს, ეს აძლევს მისი ნიჭის უფრო ახლებურად და კარგად გამოვლენის შესაძლებლობას. ჰაერი მოუშველა მოკლედ. ხო, ჰაერი სტიქია, არასაკვირველია მერწყული და ჰაერი როგორ აღვიებს ცეცხლს ბუნებაშიც ამას კარგად ხედავთ. ცეცხლის სტიქი არის ვერძი სწორედ. ამიტომ ვერძი გზნობს ამ ჰაერის, ასე ვთქვათ, დადებითს გავლენას. ეხლა კუროს რაც შეეხება. ეს კვირა უნდა აქტიურად გაიაროს ამ ნიშანმა. მოდი ასე ვთქვათ, რომ მაინც გრძნობს ეს ნიშანი, რომ ეს კვირა დაძაბულობის კუთხით უკეთესია ვიდრე წინა. მიხოთ იმის, რომ წინა კვირაში ერგოტონუსი მეტი ქონდა, მაგრამ დაძაბულობაც მეტი იყო. აი ხა დაძაბულობის მოხსნა აძლევს მას საშუალებას, რომ მშვიდად იგრძნოს თავი. უბრალოდ ერთ დეტალს მიაქცევს ყურადღება. ცოტა თვითარწმენა კლებულობს, მაგრამ ეს რაღაც ძალიან არ შეუშლის ხელს, იმიტომ პირიქით ძალიან ეხმარებიან აქ მეგობრები, ახლობლები, სხვათა შორის აქ ბიზნეს საქმიანი ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან კარგი და წარმატებული. აქ რაც მეტად კარგი ურთიერთობა კუროს და დიპლომატიურად მოქმედებს იგივე დავუშვათ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან მიმართებაში, ეს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას. მატერიალური კუთხითაც აქ ძალიან სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობა მთლიანობაში კვირა კარგია, ამიტომ გინდათ ბიზნეს საქმიანობა, გინდათ შემოქმედებითი კუთხით იაქტიურეთ, იმიტომ რომ შემდეგი კვირა ნაკლებ პერსპექტიული. აი ეს კვირა უფრო წარმატებულია. რაც შეეხება ტყუპებს, აი ვინ გამოცოცხლდება ახლა ამ კვირიდან, ეხლა ტყუპების ერგოტონუსი მატულობს, აქ გონებრივი მონაცემები უძლიერდება, საინტერესო იდეების ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ცნობის მოყვარებას ეს ნიშანი არ უჩივის და ახლა უარმაგდება. ეს ყველაფერი და რაც თავარია, ეს არის გარკვეული კომპენსაციის პერიოდი. აი დავუშვათ რაღაცა დანაკარგები ქონდათ, სამყარო ახლა გაძლევთ საშუალებას უკვე ამ კვირიდან რომ ამის კომპენსაცია მოხდეს, მათ შორის ფინანსური კუთხით. მათ შორის აქ საშუალება ამნიშნავს, რომ ფინანსურ მდგომარეობას გაუმჯობესოს უფრო მეტ ეს თუ დავუშვათ ვიღაცას ქონდა თქვენი ვალი. ამ კვირას შეიძლება ამ ვალის
დაბრუნების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც იქნება ასევე მეტად სასიკეთო გადასარევი პერიოდი ამ გზავრობა მოგზაურობისათვის. უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, უცხოენების ათვისება, სწავლა, ერთი სიტყვით ძალიან კარგი და მრავალმხრივი კონტაქტების, შეხვედრების, საინტერესო მოვლენების პერიოდი. ამიტომ მიაქტიურეთ უახლოესი ერთი თვე თქვენია. ერთ-ერთი წარმატებული ნიშანი იქნებით სწორედ თქვენ. რაც შეეხება კირჩხიბებო, პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ თქვენი ერგოტონუსი ჯერ გაძლევს საშუალებას, რომ გამოამბოთ შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, ინტუიცია, მდგრადია, რომელსაც დაყრდნობით თქვენ სწორ არჩევანს აკეთებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფარველი ანგელოზი სელენა თქვენ ზოდიაქოში ახლა გადასული. ამიტომ ეს ხელს უწყობს თქვენ საერთო წარმატებებს და ეს პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს მათ შორის იგივე დაუშვათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საყოფო ცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ოღონდ თავარია, რასაც კოსმოსი ითხოვს თქვენგან, ენაზე კბილის დაჭირა და საიდუმლოს აღარ გათქმა. თუ ამას შეძლებთ, მაშინ იდეების რეალიზაციაც უფრო გაგიადვილდება და ურთიერთობაც უფრო ნაყოფი რეალფორს მიიღებს. შემოქმედებითი კუთხით შეგიძლიათ ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები. შემდეგ კვირა ამ მხრივ ნაკლებ პერსპექტიული, ამიტომ ეს კვირა ეცადეთ მეტად აქტიურად გაიაროთ, იმიტომ რომ ეს პოზიტიური შანსებით ახსოვს კვირა. ეხლა რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომის ზოდიაქოსთან გადავედით, ლომებო. უბრალოდ სკოლისა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო მებრძოლი სულისკვეთება მათლობს, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენის, კარგი შესაძლებლობა, ანუ ერთ სიტყვით ხდებით თანდათან ლიდერი და ამას გრძნობთ. მაგრამ საინტერესო რა არის ტრანსფორმაცია, რომელიც შეიძლება თქვენ სამხედროობაში მოხდეს. რატო? ამ კვირიდან უცებ შეიძლება დაინახოთ, რომ ადამიანები, რომელიც თქვენს ირგვლივ ტრიალებდნენ და რომელსაც თქვენ გქონდათ გარკვეული წარმოდგენა, ეს წარმოდგენა შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოთ და უცებ დაინახოთ სულ სხვა ადამიანი და გეგონოთ რა ის სხვა იყო და ეხლა აღმოაჩენთ მის რეალურ სახეს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ამაგულაცრუებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ აქ უნდა გამომდინარე, ეს არის პერიოდი თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლისა, გარკვეული დამოკიდებულების გადახედვისა, რომელთაც აქ შეგახსენებენ ძველი პროექტები, ძველი იდეები, რომელიც ვერ განხორციელდა, ან სწორად არ განხორციელდა თავის დროზე და აი ამ ძველმა იდეებმა შეიძლება ახლებური განხორციელების ფორმა იპოვონ. რაც მოგცემთ სხვა შორის მატერიალურ დივიდენდებსაც და წარმატებას და სახელსაც. ამიტომ ამასაც მიაქცეთ ყურადღება, აი ძველი პროექტები, ძველი იდეები, ეხლა მათი შეგიძლიათ ახლებურად განხორციელება, რაც ასევე წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. ქალწულებს რაც შეეხება, ქალწულის ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი ეს ნიშანი ისედაც შრომელია, ნებისყოფიანია, მომთმენია, შეუპოვარი და ამას ეხლა ემატება რა? გარედან დახმარება. გავლენიანი პირების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან, აი აქ ურთიერთგაგება თქვენ შორის მაღალი. ამიტომ რაღაცა პროექტები გაქვთ, იდეები, რაღაც თხოვნით გინდათ მიმართოთ მათ. აი სწორედ ამ პერიოდიდან უკვე კარგია. იმიტომ რომ სრული ურთიერთგაგება და აი თანადგომა ასევე მათი მხრიდან ხელს უწყობს არაერთი იდეის რეალიზაციას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სახის სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ მიაქტიურეთ, თუმცა შეიძლება ცოტა დაღლილობაც იგრძნოთ, ეს მომენტი არის, მაგრამ რადგან იღბლიანობა მაღალი გაქვთ, ეცადეთ რომ თან დაასვენოთ საკუთარი თავი და სადაც საჭირო აქტიურად იმოქმედოთ, რომ ეს პოზიტიური შანსები მაქსიმალურად გამოიყენოთ. სასწორი ზოდიაქო აშკარად გამოცოცხლდება ამ პერიოდში, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ემატება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, მართალია რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები ჯერ კიდევ იქნება, მაგრამ თვითონ სასწორს გაუკვირდება, როგორ ადვილად წყდება ეს პრობლემები, რაღაც გაურკვევლობები, რომელიც იყო მის ცხოვრებაში. და აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი ხელს უწყობს ტრანსფორმაციას, სულიერ ტრანსფორმაციას, ინტელექტუალურ ტრანსფორმაციას, შეიძლება ახალი საინტერესო იდეები მოვიდეს მის ცხოვრებაში, შეიძლება ახალი საინტერესო ადამიანები გაიცნოს. ეს არის ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს მათ შორის არაერთი საყოფო ცხოვრებო პრობლემის მოგვარებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მისი წინსვლისა და განვითარების კუთხით და ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს კონკურსებში, ლატარეებში მონაწილეობის მიღებას, მგზავრობას, მოგზაურობას, უკვე როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით ძალიან კარგი და ძალიან კარგი ორგანიზატორი და ამასთან ერთად სიყვარულის დროა შემოგარგებო. საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისა და შვილებთან კონტაქტისათვის. შემოქმედებითი ნიშის თქვენი მატლობს ამ კუთხითაც შეგიძლიათ ძალიან კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები და ნაყოფიერად იმოქმედოთ მათ შორის ხელოვნების ფართო სპექტრში. თუ ხარ ჩართული მithumetes თეატრალურ სამყაროში, აქ ორმაგ წარმატებებსაც მიაღწევთ. ეხლა რაც შეეხება
მორიელი კარგად ზნობს თავს, იმიტომ რომ გზნობს რომ ის დაძაბულობა რაც უშლიდა ხელს ნელ-ნელა მცირდება კვირაში. სამაგეროთ ერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ინტუიცია საკმაოდ გრადია, არჩევანს სწორად აკეთებს და სხვა შორის მის იდეებს ფასი დაედება. ამიტომ სხვაები უფრო მეტად დააფასებენ ამ იდეებს და აქედან გამომდინარე საკმაოდ მოიმატებს მის ავტორიტეტი, რეიტინგი საზოგადოებაში. რაც ამშვან ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ასევე საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას, თუ რაღაც დიზაინის შესწვლა გინდოდათ სახლში, აი საუკეთესო პერიოდია რომ მეტი კომფორტი მოიწყოთ, ურთიერთგაგება თქვენსა და ახლობლებს შორის ასევე მატულობს და ამიტომ თანადგომა ოჯახის წევრებისა ნაცნობისა იქნება დროული და ამშვანი რაც ერთიორად გაზრდის თქვენს სამუშაო ენერგიას და წარმატების შესაძლებლობებს. რა შეეხება ესეთ ნიშანს როგორც არის მშვილდოსანი, აი მშვილდოსანიც იქნება ცოტა გაკვირვებული ამ კვირაში, იმით რომ მისი გარკვეული გადაუწყვეტი პრობლემები ან რაღაც გაუგებრობები რომელიც იყო, თავისთავად წყდება და ძალიან ადვილად. და თან მოულოდნელად. საერთოდ რომ არ ელოდება რომ ამ პრობლემას რაიმე მოგვარება და რაღაცა იშველება, აეუცებ ეს ყველაფერი საშველი მოდის და თვითონ ვერ ხდება საიდან. ამიტომ ამ ხრივ ეს მთლიანობაში სასიკეთო კოსმოსური ენერგიები ხელს უწყობენ მათ შორის შულოსათა ასეთ პრობლემების მოგვარებას და უფრო მეტიც მისი ენერგოტონუსი მატულობს ჯანმრთელობა უმჯობესდება. ამიტომ ეს ნიშანი უფრო მეტად აღივსება ოპტიმიზმით, ენთუზიაზმით, ძალიან კარგი ინტელექტუალური მონაცემები აქვს სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ამ შუა ინფორმაცია შეიძლება მიიღოს მან პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოს, გაუმჯობესოს ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა დაიბეოს. და ეს არის გზავრობა მოგზაურობის კუთხითაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ერთ სიტყვით, ეს არის მოკლედ რო ვთქვათ, კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. ამიტომ მიაქტიურეთ ამ კუთხით, რათა შეძლოთ მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება, არაერთ საინტერესო იდეის პროექტის ჩამოყალიბება და მათი რეალიზაციის დაწყება, რაც თქვენს წარმატებას უწყობს ხელს. თხის კაზოდიაკოს რაც შეეხება ეს კვირა ჯერ კიდევ კარგია, იმიტომ რომ ერგოტონუსი მდგრადია, ჯანმრთელობა გაძლევთ საშუალებას რომ შრომის უნარიანობა, ნებისმიერ ორგანიზებულობა, დისციპლინა, წამოწევა წინა პლანზე და ამ კუთხით წარმატებულად იმოქმედოთ, მართალია გარკვეული წინააღმდეგობები ჯერ კიდევ იქნება თქვენსა და ერგლიყო ადამიანებს შორის, მაგრამ თქვენ შეიძლება გაეკვიროთ რაოდენ ადვილად ლაგდება ეს ურთიერთობები და რაოდენ ადვილად პრობლემებიც წყდება. იმიტომ რომ საერთო კოსმოსური ენერგიები ხელს უწყობენ სწორედ უფრო სასიკეთოდ ამ რთული ტენდენციების გამოვლენას. როცა პერიოდი არის რთული, მაშინ დალაგება ურთიერთობების ან მათი გადაწყვეტა ყველანიშთვის გაცლებით მეც ერთოლეს წარმოადგენს, იმიტომ რომ ურთიერთგაგება შემცირებულია. ეხლა პირიქით, რადგან ურთიერთგაგება მატულობს, ყველა სახის სირთულე ადვილად წყდება ურთიერთგაგების მაღალი ტონუსის ფონზე. და ამასთან ერთად ფინანსური კუთხით ძალიან კარგი პერიოდია. თქვენ შეიძლება ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში საქმეებშიც გაუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, ადრე დაწყებული ბიზნეს პროექტები, ახლა მოგიტანთ ფინანსურ დივიდენდებს, ბონუსები, პრემიები შეიძლება გახდეს ფინანსური წყაროების ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ გაზრდილებათ საშუალება რომ გაუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და გაზრდილებათ საშუალება რომ განახორციელოთ ინვესტიციები, განახორციელოთ კაპიტალ დაბანდება, მათ შორის თქვენ საინტერესო ახალ იდეებში, რომელიც ხელს შეუწყობენ თქვენს წინსვლა და წარმატებებს. ჩვენ თავიდან რომ აღვნიშნეთ რომ პერიოდი კარგია რეფორმებისა და სიახლეებისა ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ნიშანს. გასაგებია რომ ამას მომიტავრად აიტაცებენ ჰაერის ნიშნები, როგორც არის ტყუპები, მერწყული ინფორმაციას უყვართ რეფორმები და სიახლეები, მაგრამ ეხლა ეს ეხება ასევე კონსერვატორებს, ხო, როგორც არის კურო, თხისკა და ქალწული, რომელსაც აი სიახლეები ცოტა უჭირდა, პროკონსერვატიული ტრადიციული ხედვა აქვთ, მათთვისაც კი უახლოეს ერთ თვეში, რაც მეტად იქნება რეფორმების, სიახლეების შემოტანის შესაძლებლობა, მით უმეტად ისინიც იქნებიან უფრო წარმატებულები. ეხლა რა შეეხება მერწყულებს. მერწყულებო ვარსკვლავური დრო დგება თქვენ ცხოვრებაში. უახლოესი ერთი თვე თქვენია. ამიტომ მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, სწავლა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარება, ეს ყველაფერი აუცილებელია. რატომ? იმიტომ რომ ხა რაც მეტი გაქვთ კონტაქტები, რაც მეტი გაქვთ შესაძლებლობები, მით მეტად ხარ წარმატებული. იმიტომ რომ როცა მოდის ვარსკვლავური პერიოდი, ანუ საუკეთესო წლის განმავლობაში, ამ დროს ადამიანს არ აქვს უფლება ზედმეტი ძილის, ზედმეტი უსაქმურობის და არაფრის კეთების. იმიტომ რომ ყველაზე კარგი პერიოდი აქვს აქ. და ამ დროს შეადვატყობ, რომ ადამიანს უნდა სიამოვნების მიღება და მხოლოდ დროს ტარება.
როსტარებას შეუნებას არავინ არ გიშლით, მაგრამ პირველ რიგში საქმე, კონტაქტები, შეიძლება ბიზნეს პროექტები, თქვენი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაზე იფიქრეთ, იმიტომ რომ აქ გაქვთ საშუალება, რომ ყველაზე მეტად გახდეთ პოპულარული, ყველაზე მეტად მიმზიდველი. შარმი მატლობს თქვენი ინტუიცია მატლობს, რაც ხელს უწყობს საინტერესო იდეების ჩამოყალიბებას, რეალიზაციას, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, მათგან კეთილგანწყობის გამოვლენას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. თან ინტუიცია მზარდია, რომელიც ხელს უწყობს ასევე სწორი ნაბიჯების გადადგმას, სწორად ჩვენს გაკეთებას. ამიტომ ეს ვარსკვლავური დრო აქტიურად, რაც შეიძლება მეტად აქტიურად გაიარეთ. აი მე დაგეწყებათ უკვე თქვენ ცოტა რთული პერიოდი, თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი, აი ცოტა დაასვენეთ. საკუთარი თავი ან ეხლა დაწყებული საქმე უბრალოდ იქ შვიდად გაგრძელდება და ამით ცოტა დაისვენებთ. მაგრამ ეხლა არა, რაც შეიძლება აქტიური უნდა იყოთ. და რაც შეიძლება თევზებს. თევზებს ამის შემდეგ კვირიდან დაეწყება უფრო რთული პერიოდი. ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ, ერგოტონუსი ჯერ გავლით საშუალებას იმუშაოთ, იმოქმედოთ, დისციპლინა გამოვლინოთ, ორგანიზებული იყოთ, გამოვლინოთ თქვენი შემოქმედებითი ინჭი და უნარი. აქ გაქვთ საშუალება, რომ ასევე ჩართოთ საქველმოქმედო აქციებში, საზოგადოებრივ პროექტებში, როგორც დავუშვათ ხელოვანი ძალიან კარგად წარმოაჩენს შემოქმედებით თქვენ შესაძლებლობებს, ამიტომ შანსები, პერსპექტივები გაქვთ მრავალფეროვანი. მეტად თუ ხარ ჩართული ხელოვნების ფართო სპექტრში, თუ ხარ ჩართული მაგალითად ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის ფართო სფეროში, ან სასტუმროების ბიზნესი გაქვთ, ამ სფეროში ძალიან კარგი წარმატების შესაძლებლობები გაქვთ. ოღონდ ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა კოსმოსიდან ენაზე კბილის დაჭერა. საკუთარი საიდუმლოს დაცვა. საიდუმლოს ნუ გათქვავთ, თუნდაც ალკოჰოლური ზეგავლენის შედეგად. რომ ამნიშნავს უყარცოთ ალკოჰოლი და ზოგჯერ აი ამ ფონზე გათქვავს ინფორმაციას, რომელიც მე უტრიალდება უკან. ამიტომ თუ ამას ყველაფერს გაეთვალისწინებთ, პერიოდი კარგია, იაქტიურეთ და იყავით წარმატებულები. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ეს უკვე ვიცით და ვიყენებთ დარწმუნებული ვარ ამ ინფორმაციას დანიშნულებისამებრ. გეტყვით იმასაც, რომ როგორც ბატონმა მიხეილმა ბრძანა დადებითი და პოზიტიური ენერგოველის გამო ამ კვირაში შესაძლებლობები ყველას მიეცემა. თქვით, ყველასთვის არის დრო ხელსაყრელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას გამოიყენებთ ისე როგორც თქვენ გინდათ და გაგიხარდებათ ამ ფორმატში ჩვენ ტრადიციულად მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.